მოგესალმებით. ევროკავშირი არის გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკური პროექტი, ზე სახელმწიფოებრივი და ზე ეროვნული სტრუქტურებით. ამ მოცემულობის გააზრება აუცილებელია საიმისოდ, რომ ევროკავშირში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი უფრო გასაგები გახდეს. ხშირად ჩვენთანაც და სხვაგანაც ევროკავშირსა და ევროპის წამყვან ქვეყნებზე ფიქრობენ, რომ მათი მთავარი ამოცანა იმ მიზნებისა და დანიშნულების შესრულებაა, რაზეც უნდა იდგეს ნებისმიერი სახელმწიფო. სახელმწიფოს ეს დანიშნულება კი შემდეგია: საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა და უსაფრთხოების დაცვა. ამ ორ დებულებას თუ ფართოდ შევხედავთ, გამოჩნდება, რომ ამაში იგულისხმება ისტორიული იდენტობის შენარჩუნებაც, სუვერენიტეტის დაცვა და ეროვნული ინტერესების გატარებაც. მაგრამ ეს ყველაფერი გლობალიზმსა და ნეოლიბერალიზმში არ ჯდება. გლობალიზმი და ნეოლიბერალიზმი კი გლობალური დიპსტეითის მართვის ორი ბერკეტია. გლობალური დიპსტეითისთვის გლობალიზმი არის პოლიტიკური ბერკეტი. გლობალიზაციით უნდა დასრულდეს ის განსხვავებები და საზღვრები, რაც ქვეყნებს შორის არსებობს. ნეოლიბერალიზმი კი იდეოლოგიური ბერკეტია. ნეოლიბერალური ცხოვრების წესის დანერგვა და გატარება აუცილებელია ადამიანების იდენტობის საბოლოოდ გასაქრობად და მარტივად სამართავად. სწორედ ამ პროცესს ვხედავთ დღეს ევროკავშირში. თუმცა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შესრულდეს, საჭიროა სხვადასხვა პროცესების მართვა და გამოყენება. პირველ რიგში ამაში შედის ევროპის ქვეყნებში იძულებით შემოტანილი და ლამის სავალდებულოდ ქცეული არალეგალური მიგრაცია, LGBT პროპაგანდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სუვერენიტეტის ბრიუსელისთვის გადაცემა და ბრიუსელიდანაც კი ევროკავშირის ისე მართვა, რომ წევრ ქვეყანას პროცესზე არანაირი გავლენა არ ჰქონდეს. ამისთვის კი უკვე ზე ეროვნული და ზე სახელმწიფოებრივი ორგანიზაციები არსებობს, როგორიც არის ევროკომისია, ევროპარლამენტი, ევროპული საბჭო და სხვები. სულ 7 ასეთი სტრუქტურა მართავს ევროკავშირს. დღევანდელი მოცემულობით წევრ ქვეყნებს პრაქტიკულად არ აქვთ გავლენა იმ პოლიტიკაზე, რომელსაც გლობალური დიპსტეითის დირექტივებით ურსულა ფონ დერ ლაიენი და მისი კოლეგები ახორციელებენ. სწორედ ამ ადამიანებით, აგენტოკრატიითა და მარიონეტებით მართავს გლობალური დიპსტეითი ევროკავშირს. ეს კი კარგად გამოჩნდა უკრაინის ომის ფონზე. მილიარდობით ევრო დაიხარჯა უკრაინაზე, მის სამხედრო გაძლიერებაზე, მხარდაჭერაზე და შედეგი არის დაკარგული ტერიტორიები, ფრონტზე ასობით ათასი დაღუპული, მილიონობით დევნილი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. განადგურებული ეკონომიკა და მოშლილი ენერგოსისტემა. უკრაინის ომი გლობალურმა დიპსტეითმა გამოიყენა იმისთვის, რომ ბრიუსელის გავლენა უფრო მეტად გაეზარდა, წევრი ქვეყნების ხმა უფრო მეტად ჩაეხშო და ბრიუსელის მართვა უფრო გაეძლიერებინა. დღეს ევროკავშირის ქვეყნები ასე ერთი ხელის მოსმით აკეთებენ იმას, რასაც ურსულა ფონ დერ ლაიენი გააჟღერებს. საჭირო იქნება თავდაცვის ხარჯების ზრდა, გაზრდიან თუნდაც საამისოდ სოციალური პროგრამების შემცირდეს. საჭირო იქნება რომელიმე ჯიუტი წევრის ხმის ჩაახშობენ. ამის მაგალითი უნგრეთია და ის, თუ როგორ ექცევა მას გლობალური დიპსტეითი. ევროკავშირის ლიდერების ბოლო შეხვედრებზე უკვე ჩვევად იქცა, რომ თუ უნგრეთი ეწინააღმდეგება რეზოლუციას, მაშინ საერთო სათქმელს ცალკე ფურცელზე დაწერენ და რომელიმე უკვე დამტკიცებულ რეზოლუციას მიამაგრებენ. შემდეგ კი იტყვიან, რომ ევროკავშირი ერთხმად უჭერს მხარს უკრაინის გაძლიერებას, სანქციების დაწესებას, ან კიდევ რომელიმე მსგავს ინიციატივას. რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის დახურვის შემდეგ ევროკავშირშიც ძალიან შეშფოთდა დიპსტეითის აგენტოკრატია და ამერიკაშიც. მიზეზი გასაგებია. ეს ორი უზარმაზარი საშუალება, რომელიც ტვინების გამორეცხვისა და დიპსტეითის ნარატივების გამჟღერებელი იყო, დაფინანსების გარეშე დატოვეს ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ. ევროკავშირში კი იმდენი ფინანსები არ აქვთ, რომ რადიო თავისუფლება მაინც შეინახონ. ამიტომ ჯერჯერობით მხოლოდ მოწოდებები ისმის, მის შესყიდვასთან დაკავშირებით. სხვადასხვა ტრამპი ვახსენეთ და ზაზა შათირიშვილის ბოლო წერილიც უნდა გავიხსენოთ. ფილოსოფოსი აცხადებს, რომ ახლა დიპსტეითის რებრენდინგი მიმდინარეობს და ახლა რასაც ვხედავთ, უბრალოდ რესურსების გადაჯგუფებაა და არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ როცა დიპსტეითის რებრენდინგი დასრულდება, ის საქართველოს გაძლიერებული შემოუბრუნდება
და აგენტურით ხელისუფლების ჩანაცვლებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ამ რებრენდინგის, ანუ ძალებისა და ფინანსების გადაჯგუფების ნაწილია ისიც, რომ USAID-ის, NED-ისა და სხვა ორგანიზაციების მოვალეობა სხვადასხვა ევროპული ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურებზე გადანაწილდა. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად. არჩევნების მოახლოებასთან ერთად არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ასეთი პროექტები კიდევ გამოჩნდეს სხვადასხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან. მიზანი ყველას ლამაზი და სასიამოვნოდ მოსასმენი ექნება. დანიშნულება კი სხვა ამბავია. ძალიან საინტერესო იყო, რომ როდესაც ბრიტანეთის საელჩოს მიმართეს შეკითხვით ისვეთთან დაკავშირებით და მაგალითად ისიც მოიყვანეს, თუ როგორ გააყალბა ამ საერთაშორისო დონის ორგანიზაციამ პარალელური ხმის დათვლის შედეგები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პასუხი შემდეგი იყო: წინასწარ ვერ იტყვიან ვერაფერს სავარაუდო მონაწილეებთან დაკავშირებით. რა გამოდის? თუ რამეა მაინც მისცემენ დაფინანსებას პარალელური ხმის დათვლის გამყალბებელ ორგანიზაციას? წინასწარ ვერც ჩვენ ვიტყვით რა იქნება, თუმცა ნამდვილად არ გაგვიკვირდება ასეთი შედეგი. ევროკავშირში Deep State-ის გავლენებზე ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. ომი უკრაინაში. უკონტროლო მიგრაცია. LGBT+-ები. ასეთი დღის წესრიგი ჰქონდა Deep State-ის გავლენის ქვეშ მყოფ თეთრ სახლს ბაიდენის დროს. უფრო ზუსტად Deep State-ს ბაიდენამდეც. ომს აფინანსებენ, ღია საზღვრების პოლიტიკას ნერგავენ, ნებისმიერი ქვეყნის მიგრანტს მიესალმებიან. LGBT+-ებს ხელისუფლებაში სხვადასხვა პოზიციებზე ნიშნავენ. ტრანსები უკვე ოფიცრები ხდებიან, სხვა სამხედრო ჩინებსაც ირგებენ. ვერტიკალის დერეფნებში კაბიანი მამაკაცები ჩნდებიან. ამერიკული Deep State-ის დღის წესრიგი თითქოს copy-paste-ით აქვს გადატანილი ბრიუსელს და ევროკავშირის ქვეყნებს აიძულებს ჯერ მხარი დაუჭირონ ერთსქესიან ქორწინებას და სქესის შეცვლის ოპერაციებს. შემდეგ მიგრანტების მასიურ შემოდინებას ევროპაში. ბოლოს ომს უკრაინაში. ვინც ვაშინგტონიდან წამოსულ იდეებს არ იზიარებს, ბრიუსელის დირექტივებს არ მიჰყვება ისჯება. უნგრეთი ერთ-ერთი მაგალითია. ბუდაპეშტს 22 მილიარდის დაფინანსება შეუჩერეს. ბრიუსელმა უკვე შეაჩერა 22 მილიარდი ევრო ევროკავშირის ფონდის გადარიცხვა ბუდაპეშტისთვის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დარღვევის გამო. დიდი ჯარიმით ემუქრებიან. უნგრეთს 1 მილიონი ევროს დღიური ჯარიმა დაევალება, რადგან არასრულებს ევროკავშირის სასამართლოს განაჩენს და აგრძელებს თავშესაფრის უფლებებზე შეზღუდვებს, რაც სასამართლომ მოიხსენია როგორც უპრეცედენტო და განსაკუთრებულად სერიოზული დარღვევა ევროკავშირის კანონმდებლობის. საქართველო წარმატებული რეფორმების მიუხედავად ევროინტეგრაციის გზაზე შეაფერხეს. სამწუხაროდ, ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. მაგრამ როგორც კი ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპი შედის, ყველაფერი იცვლება. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ არ იცვლება ყველასთვის. ბუდაპეშტი ისევ სანქციების ქვეშ არის. მეტიც, ახლა ბრიუსელში ფიქრობენ, მას ხმა როგორ ჩამოართვან. ლიტველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე გამოვიდა ინიციატივით, რომ უნგრეთს ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლება ჩამოერთვას. ვისთვის მუშაობს ორბანი პუტინისთვის და რატომ არაფერს აკეთებს ევროკავშირი მის გასაჩერებლად? ხედავთ, როგორ ინგრება ევროკავშირის შიგნიდან. ჩვენმა იურისტებმა უნდა იპოვონ სამართლებრივი გზა, რათა შევაჩეროთ დესტრუქცია როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. საქართველოს კი წაართვან არჩევანის თავისუფლება, შეუზღუდონ სუვერენიტეტი. Deep State-ს განსხვავებული არც ვინმეს ხმა სჭირდება და არც ვინმეს თავისუფლება. არადა ოფიციალურად ლიბერალურ იდეოლოგიას ქადაგებს. საარჩევნო კამპანია პოლიტიკურ ბატალიებს არ ჰგავდა. ეს ნამდვილი ბრძოლა იყო. პრეზიდენტობის კანდიდატს ჯერ მათ შორის სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს. სასამართლო პროცესებზე არ ბენინეს. შემდეგ თავს რამდენჯერმე დაესხნენ. და რისთვის გამოიყენეს ყველა ეს დაუშვებელი და აქამდე მიუღებელი მეთოდები? რატომ ჩაითვალა ტრამპი Deep State-ისთვის საფრთხედ? იმიტომ რომ მან უკრაინაში ომის დასრულების პირობა დადო, მიგრანტებისთვის საზღვრების გაკონტროლების. არალეგალური იმიგრანტები თქვენ სამუშაოებს გართმევენ. ამერიკის საზღვრები დაკეტილია კანონდამრღვევებისთვის. ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვის და ბავშვებზე სქესის გადაკეთების ექსპერიმენტების ჩატარების აკრძალვის. ჩვენ შევაჩერებთ ტრანსგენდერულ სიგიჟეს და აღვადგენთ ორგენდერს, მამაკაცი და ქალი. ამიტომაც Deep State-ი მას სერიოზულ საფრთხედ აღიქვამს. ტრამპის გამარჯვების შემდეგ თეთრ სახლში მიდგომებით იცვლება და იდეოლოგიაც. ვაშინგტონი მოლაპარაკებებს იწყებს მოსკოვთან უკრაინაში ომის დასრულების მიზნით.
დროა დასრულდეს ეს უგუნური ომი. ამერიკა სამშვიდობო ძალაა და მე დავაბრუნებ მშვიდობას. ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს და ეს ომი დასრულდება უფრო ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. კონტროლს ამკაცრებს ამერიკის საზღვრებთან მიგრაციის შესუსტების მიზნით. ამერიკის უსაფრთხოება არის ჩვენი პრიორიტეტი და ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანას, რომ გახდეს არალეგალური იმიგრაციის სამიზნე. და თამამად ამბობს იმას, რაზეც 2010 წლის შემდეგ ამერიკაში მხოლოდ ჩურჩულებდნენ. Only two genders, male and female. ამერიკელ ხალხს არც ომი უნდა, არც მიგრანტები და არც კაბიანი მამაკაცები საბავშვო ბაღებსა და სპორტულ გასახდელებში. ამიტომაც აირჩიეს იქ ტრამპი. და ოვალურ კაბინეტში შესვლისთანავე ამერიკის უკვე 47 პრეზიდენტი ასამდე განკარგულებას ხელს აწერს. ოფიციალურ ვაშინგტონში საჯარო პოზიციები შეიცვალა, მაგრამ ბრიუსელში ჯერ არა. ევროკავშირის დედაქალაქში ჯერ ისევ ფონ დერ ლაიენიზის, Deep State-ის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ფიგურა ევროკავშირში. სწორედ ის აკონტროლებს ევროკავშირს. უყურებს, რამდენად ზუსტად სრულდება Deep State-ის დღის წესრიგი წევრი ქვეყნების მიერ. აქცენტი Deep State-ია და არა ევროპელები. მათ ინტერესებს არ ითვალისწინებენ. ამიტომაც ბრიუსელი ჯერ ისევ ძველი დღის წესრიგით ცხოვრობს. ომი, მიგრაცია, LGBT+-ების უფლებები. ეს არის მთავარი ახლაც. როცა ხალხი ითხოვს მშვიდობას, საზღვრების გაკონტროლებას და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას. დიდი შიშები დაბრუნდა კლიმატის ცვლილების, შიშიდან დაწყებული ხელოვნურ ინტელექტამდე მიგრაციის, ან უბრალოდ უკან ჩამორჩენის შიშით დასრულებული სამყარო უნდა იყოს ისეთი, როგორცაც მას ჩვენ ვხედავთ და ასეთ სამყაროსთან უნდა ჰქონდეს საქმე ევროპას. ეს ევროპელების განწყობებშიც კარგად იკითხება. Deep State-ის ფიგურები პოლიტიკურ წონასაც კარგავენ, გავლენებსაც და სიმპათიებსაც. ემანუელ მაკრონი პოლიტიკური ბანკროტია და ის რომ ჯერ საარჩევნო პროცესზე არ აისახოს, Deep State-ი ფრანგების ფავორიტს, მარინ ლეპენს არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. საქმე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიდის, პოლიტიკურია. ისინი მილიონობით ფრანგი ხალხის ხმას ებრძვიან. ლეპენი უკვე დიდი ხანია ფრანგების ხმა გახდა. ომის წინააღმდეგ გამოდის. საზღვრების გაკონტროლებას ითხოვს. ევროპულ ღირებულებებს იცავს. ასეთივე შეხედულებები აქვს გერმანიაში პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის. ალისა ვაიდელი რეიტინგების ლიდერიც კი ხდება. ეს კი Deep State-ში პანიკას იწვევს, რადგანაც ვაიდელიც ომის წინააღმდეგ გამოდის და მიგრაციული პროცესების გაკონტროლებას ითხოვს. ჩვენმა ქვეყანამ უნდა დაიცვას თავისი საზღვრები და შეინარჩუნოს კონტროლი იმიგრაციის პროცესზე. გერმანიამ უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა და თავიდან აიცილოს მონაწილეობა კონფლიქტებში, რომლებიც არ ემსახურება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ის გერმანელების ინტერესებს გამოხატავს. ამიტომაც ახლა Deep State-ი გზიდან მის ჩამოცილებას ცდილობს. რუმინეთში საარჩევნო მარათონის ფავორიტი კედელთან უკვე მიაყენეს. საქმე აღუძრეს, არჩევნებიდან მოხსნეს. ამერიკაში გავლენები შესუსტდა და ახლა როგორც ჩანს, ცდილობენ პოზიციები ევროპაში შეინარჩუნონ. თეთრ სახლში უკვე მოლაპარაკებები დაიწყეს. ომის დასრულება სურთ. ბრიუსელსა და ლონდონში კი თითქოს მშვიდობის ეშინიათ. მოლაპარაკებებს მხარს არ უჭერენ და ომის დაფინანსებას განაგრძობენ. ამიტომაც არ უნდათ საფრანგეთში მაკრონის შეცვლა. გერმანიაში ვაიდელის მოსვლა. ადრე თუ ამერიკა იყო ომში უკრაინის მთავარი პარტნიორი, სტრატეგიასაც ის განსაზღვრავდა, ტაქტიკასაც, დაფინანსებასაც. ეს ფუნქცია ახლა ევროპამ აიღო. ბრიტანეთმა 2025 წელს უკრაინას დაახლოებით 5.5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო. გერმანიამ 2025 წლის ბიუჯეტში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით 4 მილიარდი ევრო გამოყო. პოლონეთმა 2025 წლის თებერვალში უკრაინისთვის 200 მილიონი ევროს ღირებულების 46 სამხედრო დახმარების პაკეტი მოამზადა. Deep State-ის პოლიტიკის მიმდევრები უკვე ხან ლონდონში იკრიბებიან, ხან ბრიუსელში და ხან პარიზში. ლონდონი და პარიზი მაგალითად სამშვიდობო ძალების შექმნის ინიციატივით გამოდიან. 10,000-დან 30,000-მდე ჯარისკაცი სურთ რომ უკრაინაში გააგზავნონ. ამ სამხედრო მისიის მხარდასაჭერად კი ნატოს აქტივებს გამოიყენებენ. ასეთია გეგმა. საუბარია ნატოს სარდლობისა და კონტროლის სისტემებზე, აგრეთვე დაზვერვის შესაძლებლობებზე. Deep State-ს ომი სჭირდება და ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ომი უკრაინაში გაგრძელდეს. დონალდ ტრამპმა არამხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო, არამედ ოვალურ კაბინეტში შესვლის შემდეგ მან გააუქმა USAID. ფონდი, საიდანაც Deep State-ი სხვადასხვა პროგრამებს აფინანსებდა სხვადასხვა ქვეყანაში. ეს აწყობილი სქემა იყო. USAID აფინანსებდა სხვა ქვეყნებში არასამთავრობო სექტორს, მედიას, იმისთვის რომ კონტროლი დაეწესებინა ამ ქვეყნების ხელისუფლებებზე. ვინც Deep State-ის დღის წესრიგის გატარებაზე უარს იტყოდა,
მათ ფერად რევოლუციებს უწყობდნენ. უკრაინაში სისხლიანი მაიდანიც კი მოხდა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ USAID ფულის ფლანგოა და მას გიჟები მართავენ. აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებში გაუგებარი პროექტების დაფინანსება ამერიკელი ხალხის ინტერესებში არ შედის. ილონ მასკმა თქვა, რომ USAID-ის საქმიანობა ხის მჭრელ მანქანაში უნდა ჩაეგდოთ. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი განაცხადა, რომ შემოწმების შემდეგ პროგრამების 80%-ზე მეც ხურავენ. დარჩენილი 18% უფრო ეფექტურად გადანაწილდება. რუბიოს განმარტებით 10 მილიარდი დოლარი დაიხარჯა იმ მიზნებისთვის, რომლებიც არ ემსახურებოდა და ზოგიერთ შემთხვევაში ზიანსაც კი აყენებდა ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. მაგრამ თუ ამერიკელი ხალხის ან ამერიკის ინტერესები არ არის, რატომ არის ევროპელების ან ევროპის ინტერესი? რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ არის Deep State-ის ინტერესში. ამიტომაც არა მხოლოდ ომის გაგრძელებაზე აიღო პასუხისმგებლობა, არამედ იმ პროგრამების დაფინანსებაზეც, რომელსაც USAID აფინანსებდა. აფინანსებდა მათ შორის უკრაინაშიც. ბოლო მონაცემებით 2022 წლიდან USAID-მა უკრაინაში 35 მილიარდი დოლარი დახარჯა. უკრაინული მედიის 80% ფულს შესაბამისად კი დაკვეთას ამ ფონდიდან ღებულობდა. USAID-თან ერთად მუშაობდა ნედიც. აღმოჩნდა, რომ ამ ფონდებიდან გამოყოფილი ფულით არა მხოლოდ არასამთავრობოები და მედია საშუალებები ფინანსდებოდნენ, არამედ სხვა ქვეყნების ხელისუფლებებიც. მათ შორის იყო ზელენსკის ხელისუფლებაც. როიტერმა ინფორმაციულ წყაროზე დაყრდნობით პირდაპირ დაწერა. USAID-მ გაყინა პროექტები, რომლებიც კიევის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. ორგანიზაციის ოფიცრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში პროექტებზე, დაევალათ შეწყვიტონ სამუშაოები. 2023 წელს USAID-მა დააფინანსა ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტროს 30-ზე მეტი ინიციატივა, რომლის საერთო ღირებულებამაც 40.5 მილიონი დოლარი შეადგინა. USAID-ის ფული გაქრა, ამიტომაც ზელენსკიმ ფული ლონდონს, ბრიუსელს და პარიზს მოსთხოვა. უფრო ზუსტად მისი შენახვის ხარჯები თავის თავზე ევროპის Deep State-მა აიღო. ძალიან აქტიურობდა USAID და ნედი საქართველოშიც. თუმცა რა თანხებზეა საუბარი რთული სათქმელია. დაფინანსება გამჭვირვალე არ იყო. USAID-ის დახურვამ მთელი ეს წლობით აწყობილი ინფრასტრუქტურის მუშაობა შეაჩერა. დაფინანსება შეუწყდათ რადიო თავისუფლებას და ამერიკის ხმასაც. ეს კი სერიოზულ პრობლემას უქმნის ევროპულ Deep States. არასამთავრობო სექტორს კონტროლის მექანიზმად იყენებდა. მედიას საკუთარი იდეოლოგიის პროპაგანდისთვის. ომის პროპაგანდასაც ეწეოდა. მის მიერვე დაფინანსებული მედია საშუალებები ამბობდნენ, რომ ომს უკრაინა იგებს. და ეს მაშინ, როცა ფრონტის ხაზზე კიევი პოზიციებს კარგავდა. საქართველომ Deep State-ის თამაშის წესები არ მიიღო. მეორე ფრონტი არ გახსნა. LGBT პროპაგანდა აკრძალა. ამიტომაც აქაც დიდი ფული ჩადო არასამთავრობო სექტორში, ოპოზიციაში. პროპაგანდისტული მედია ქართული ოცნების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ. ამ ფრონტს USAID და ნედი აფინანსებდნენ. მაგრამ დაფინანსება აქაც შეწყდა. ცოტა ხნის წინ ფორმულას ერთ-ერთი წამყვანი, ახლა უკვე მისი ერთ-ერთი მეპატრონეც წერდა. ფულს დაგვპირდით და გადაგდება არ იყოსო. ამ პოსტით მან ევროკავშირს მიმართა. რამდენიმე ხნის უკან კი ცნობილი გახდა, რომ USAID-ის და ნედის ფუნქციას თავის თავზე ბრიტანეთი აიღებს. საგრანტო პროგრამები სწორედ მათ გამოაცხადეს. ევროპა ახლა ცდილობს თავის თავზე აიღოს ის, რასაც ადრე ამერიკული Deep State-ი აკეთებდა. მხარი დაუჭიროს ომს, დაუპირისპირდეს ყველას, ვინც Deep State-ის პოზიციებს არ ეთანხმება. ტრამპის გამარჯვებამ ცვლილებები მოიტანა, თუმცა ბრძოლის ბედი ჯერ არ გადაუწყვეტია. ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს ბრძოლა მოჩვენებითი იყოს. აშკარაა, რომ Deep State-ი არც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დათმობას აპირებს და მასთან ბრძოლაც მხოლოდ მოჩვენებითია. რას გულისხმობს ქართველი ფილოსოფოსი? ზაზა შათირიშვილის შეფასებით, ტრამპმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა, მაგრამ საჭირო და აუცილებელი არა. მაგალითად, ბანალური ჭეშმარიტება კი აღიარა, თქვა რომ ქალი ქალია და კაცი კაცი, მაგრამ არ დაპირისპირებია ერთსქესიანთა ქორწინებას. სხვა გენდერები ამერიკაში კი აიკრძალა, მაგრამ ევროპაში სულ უფრო ღვივდება. ქართული ოცნება ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც Deep State-ის წინააღმდეგ გამოვიდა. არც გენდერულ მრავალფეროვნებას უჭერს მხარს და არც ომს. და რაც უფრო დიდია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგობა, მით უფრო ძლიერდება მასზე ზეწოლა. ადრე ეს ზეწოლა ამერიკასთან ერთად ევროპიდანაც მოდიოდა. ამერიკული და ევროპული ფონდები ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიას მუდმივად აფინანსებდა. მხარს უჭერდა და აცოცხლებდა. ზაზა შათირიშვილის შეფასებით,
ქართულმა ოცნებამ იდეალურად წარმართა გასული 4 წელიწადი. პრაქტიკულად გაანადგურა ოპოზიცია, ანუ Deep State-ის აგენტურა. საზოგადოების უდიდეს ნაწილს გააგებინა სიმართლე, რომ Deep State-ისგან მართული დასავლური სტრუქტურები არა საქართველოს დახმარებით, არამედ ქვეყნის არევისა და რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობით არიან დაკავებული. ქართულმა ოცნებამ ამ გამოწვევას კარგად უპასუხა და ეს არ არის მხოლოდ შეფასება. ეს ფაქტია. ქართული ოცნება ისევ ხელისუფლებაშია. ხალხი მას ენდობა. არჩევნებშიც მხარი ქართულ ოცნებას დაუჭირა. ტრადიციული და ევროპული ღირებულებები, მშვიდობა და განვითარება ქართველი ხალხის დაკვეთაა. ამჯერად ამ დაკვეთამ გაიმარჯვა. მაგრამ ევროპიდან ზეწოლა გრძელდება. Deep State-ს კარგად ესმის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, არსებულ გაურკვევლობის ფაზაში, მან შეიძლება საბოლოოდ დაკარგოს საქართველო როგორც გავლენის ზონა. ამიტომაც აქტიურობს, თანაც სწრაფად. ბრიტანეთმა USAID-ის ფუნქცია თავის თავზე აიღო. ზაზა შათირიშვილი წერს. ახალმა ადმინისტრაციამ ქართულ ოცნებას ხელი რომ გაუწოდოს, აგენტურა საბოლოოდ უნდა გაანადგუროს, რასაც ბუნებრივია Deep State-ი არ დაუშვებს. ამავდროულად ქართული ოცნება ახლა იმდენად არის მოძლიერებული, რომ მასზე თავდასხმაც დღეს სრულიად კონტრპროდუქტიული იქნებოდა. სწორედ ამიტომ რჩება ახალი ადმინისტრაცია დუმილის რეჟიმში. თუმცა ქართული ოცნება არ უნდა დაელოდოს იმას, რასაც ამერიკაში ელოდებიან, კერძოდ Deep State-ის რებრენდინგს. ქართველი ფილოსოფოსი არ გამორიცხავს, რომ რებრენდინგის დასრულების შემდეგ Deep State-მა კიდევ ერთხელ სცადოს საქართველოში პროცესებზე კონტროლის დამყარება, კიდევ ერთხელ სცადოს ხელისუფლების შეცვლა. როგორც კი Deep State-ის რებრენდინგი დასრულდება, ის საქართველოს გაძლიერებული ტრამპის ხელით შემოუბრუნდება და აგენტურით მის ჩანაცვლებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ამიტომ ქართულმა ოცნებამ საზოგადოება ახალი ადმინისტრაციის ხელით Deep State-ის ახალი შეტევისთვის წინასწარ უნდა შეამზადოს. სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გრძელდება. ბრიტანეთის მთავრობა გრანტების დაფინანსებას ადგილობრივი არჩევნების წინ შემთხვევით არ იწყებს. USAID და NED ბოლომდე გაშიფრული და კომპრომიტირებულია. რებრენდინგის არსიც ეს არის. ევროკავშირის მდგომარეობასა და მასზე გლობალური Deep State-ის გავლენების შედეგებს ძალიან ზუსტად აღწერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს შეფასება. ევროკავშირი მსოფლიო ეკონომიკისა და ვაჭრობის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. თუმცა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში ბრიუსელის არაკომპეტენტურმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად გააუარესა ევროკავშირის კონკურენტუნარიანობა. სიიარტოს ეს სიტყვები გლობალური Deep State-ის გეგმას შეესაბამება, რომლის მიზანი ზუსტად ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის დასუსტება იყო. ეს გეგმა შტატებში 2006 წელს შემუშავდა. მას შემდეგ, რაც მაშინ ევროკავშირის ეკონომიკამ 1,5 ტრილიონ ევროთი აჯობა ამერიკის ეკონომიკას. როგორც ჩანს, ეს გეგმა წარმატებით მუშაობს. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.